როგორ ველაპარაკოთ შვილებს განშორების შესახებ, როდესაც ოჯახი ინგრევა. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ასეთ დროს, ესეთი კითხვა შემოვიდა. ამ თემაზე მე არ მიწერია ჩემ წიგნში, როგორ ველაპარაკოთ შვილებს, არც მეორე წიგნში. ხელი გამიშვი დედა. ეს საუბრობთ მესამე წიგნის კონტენტი იქნება, რადგან ბევრი კითხულობს ამ თემაზე. ეხლა მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როდესაც ის საკუთარ მეუღლეს შორდება, როდესაც ოჯახი მოკლედ შორდება ერთმანეთს. პირველი და აუცილებელი ეს არის თქვენ აუცილებლად ორივემ ერთად უნდა შეკრიბოთ შვილები, თუ ეს ერთია ერთი, თუ ორია ორი, თუ სამია სამი და ასე შემდეგ. ყველა ერთად და მთელი ოჯახი უნდა შეიკრიბოთ მოკლედ და ამ თელმა ოჯახმა ამ საკითხზე უნდა დაიწყოთ ლაპარაკი. ცხადია მშობლებმა უნდა უთხრან შვილებს, რომ ისინი აპირებენ დაშორებას, რომ ისინი ამ დღიდან იცხოვრებენ ცალ-ცალკე და რომ თქვათ მამა პირობითად ოჯახში აღარ დარჩება ხოლმე ღამღამობით და მოკლედ ყველაფერი რაც მოხდება შემდგომში, რადგან ჩვენი ტვინი ვერ იტანს გაურკვევლობას და ამ გაურკვევლობას ჩვენივე ფანტაზიით შევავსებთ ხოლმე და აქედან იწყება პრობლემები. თქვენი ეს საუბარი უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივიანით, არ არის საჭირო რაღაცა ესეთი მაღალფარდოვანი ტერმინების ხმარება, არ არის საჭირო რაღაცა ესეთი სპეციფიკური სამეცნიერო ტერმინოლოგიის მოხმობა, არ არის საჭირო ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებში ჩასვლა, თქვენ უნდა იყოთ მარტივი და გასაგები, რომ პირობითად 3 წლის ბავშვმაც და 17 წლის მოზარდმაც ერთნაირად გაიგოს, რას ეუბნებით. მეორე, იყავით აუცილებლად გულწრფელნი. გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვები კიდევ უფრო უკეთესად ხვდებიან ტყუილს. ისინი ფალსს უცბად ამჩნევენ თქვენს მიმიკებში, ხმაში, ქცევაში. ჩვენ მგონია, რომ ჩვენი შვილები არ გვაკვირდებიან სინამდვილეში. რა ვიცი, აი ყველაზე საყვარელი შინაური ცხოველი ვერ გრძნობს ისე თავისი პატრონის, ასე ვთქვათ, მიმიკებს, როგორც ბავშვი აკეთებს ამას. ჩვენ ყველანი ვიყავით ბავშვები და ვიცით როგორ ხდება ეს, რომ მშობლის აბსოლუტურად ყველაფერი გვესმის. აი რა ის როგორ ხასიათზეა და თვალში რა გაუკრთება, ბავშვმა ეს ყველაფერი იცის. ამიტომ იყავით გულწრფელი და ნუ ეცდებით, რომ ნუ ჩათვლით, რომ რაღაცის შელამაზებით და ტყუილებით ბავშვს, ასე ვთქვათ, თავგზას აუბნებთ და რაღაცას ისეთ დააჯერებთ, რაც არასწორია. მესამე, შეარჩიეთ დრო და შეარჩიეთ ადგილი. ეს ალბათ ისეთივე მნიშვნელოვანი ამბავია თქვენ ცხოვრებაში, როგორც დაოჯახება, ხო? იშვიათად ალბათ რომ ვინმე დაოჯახდეს, ესე ჰარი-ჰარალოზე, ხო, ეს გაიაროს ქუჩაში და პირველივე შემხედრს თან შექმნას ოჯახი, ხო, ესე არ ხდება, რაღაცას ფიქრობს ადამიანი, განსჯის და გადაწყვეტს და ასე შემდეგ. გაშორებაც სწორედ ასეთივე საპასუხისმგებლო და რთული პროცესია, ეს სეპარაცია ზოგადად ადამიანს ზოგადად უჭირს. ამიტომ ამის მიფუჩეჩება და ესე ნახევრად გაკეთება საქმის არ ღირს. შეარჩიეთ დრო, შეარჩიეთ ადგილი, თუ 2 წელი 10, 15 თუ 30 რაღაცნაირად ერთად დაჰყავით და გაუძელით, მოდი 5 დღეც და 1 კვირაც დაამატეთ ამ ამბავს და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც ზემოთ თქვი, ერთად დაელაპარაკეთ შვილს. ეს არ უნდა იყოს გადარბენაზე, შეიძლება 10 წუთი დაგჭირდეთ და შეიძლება 10 საათი. ამისთვის მზად უნდა იყოთ და უნდა იყოთ, ასე ვთქვათ, სრულად მობილიზებულები. ადგილს შერჩევასაც მნიშვნელობა აქვს და დროსაც, იმიტომ რომ ვთქვათ, შეიძლება ძალიან არასწორი დრო შეურჩიოთ შვილს და ის არ იყოს უბრალოდ ამისთვის მზად. ამიტომ ყურადღებით დაგეგმეთ, აი და მნიშვნელოვანი ღონისძიება არის ეს თქვენი ცხოვრების, ამიტომ ამისი ესეთი რაღაცა მიისამშაბათება არ ღირს.
შემდეგი არის ის, რომ თქვენ შვილებს უნდა აუხსნათ ერთი რამ, რომ ეს არის ორი ადამიანის გადაწყვეტილება, თქვენი და თქვენი ყოფილი უკვე მეუღლის, რომ ეს არ არის არავისი ბრალი, არც თქვენი მშობლების, არც ამ თქვენი შვილების, არც მეზობლების, არც ამინდის, არც ზოდიაქოს ნიშნების, არაფრის ბრალი არ არის. არავის ბრალი არ არის, ეს არის ორი ადამიანის გადაწყვეტილება, არც მათი ბრალი არ არის. ეს არის უბრალოდ გადაწყვეტილება, რომელიც ორმა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო. ამიტომ ამ ნაწილში თქვენ შეგიძლიათ კიდევ მოიყვანოთ მაგალითები, გაიხსენოთ ისეთი ოჯახები, სადაც მხოლოდ დედა ან მხოლოდ მამა, ეს ანალოგიები შეგიძლიათ თქვათ, უთხრათ რომ ასე ცხოვრობს ძალიან ბევრი ოჯახი პლანეტაზე, რაღაც სტატისტიკად შეგიძლიათ, რა ვიცი, მოიყვანოთ. აუცილებლად დაამატეთ ისიც, რომ თქვენ ორივენი გააგრძელებთ ერთდროულად ზრუნვას შვილებზე. ცალ-ცალკე კი არ იზრუნებთ, ამის შიში აქვს ბავშვს, იმიტომ რომ ძალიან ღრმა ცოდნიდან მოდის ჩვენ ეს თქვა ღრმა ბუნებიდან პირველი ადამიანის ამბებთან მივდივართ, როცა ორი მშობელი უფრო მეტი შანსი იყო, რომ გადარჩებოდა მოკლედ პატარა, ამიტომ ეს შიში აქვს ადამიანს, როცა ერთ-ერთი მიდის ოჯახიდან. აუხსენეთ, რომ ორივე ისე ვიზრუნებთ, ცალ-ცალკე, შეიძლება მეტი რაღაცა მეტი ზრუნვაც დაიმსახუროს ასეთ დროს მოზარდმა ბავშვმა. ეს ერთობა ეს თქვა დაშორება გარდაუვალია, ეს აუცილებლად მოხდება, ესეც უნდა უთხრათ, მაგრამ ეს არ აისახება თვითონ ამ ბავშვის მოზარდის კეთილდღეობაზე. შემდეგი, როდესაც თქვენ ეს საუბარი შედგება, უნდა იყოთ მზად ნებისმიერი რეაქციისთვის. ნებისმიერი ბრაზი, რისხვა, დეპრესია, ჩაკეტვა, თვითშეფასების დაცემა, სიცილით შეიძლება მიიღოთ, ვიღაცამ შეიძლება გითხრათ, რომ აუ ბედნიერი ვარო თქვენ დაშორდით ერთმანეთს. ეს უნდა იცოდეთ, რომ მაინც არაბუნებრივი საბოლოო ჯამში რეაქციებია. არაბუნებრივი უბრალოდ არასწორია, ეს საბოლოო ჯამში ეს ესეთი მყისიერი რეაქციები არის ამ უცაბე და ამ მასე რა ქვია, ამბავზე, რაცაც ისინი შეიტყობენ. ამიტომ ამ რეაქციებისთვის მზად უნდა იყოთ მომთმენი, არ უნდა იჩქაროთ, უნდა დაეხმაროთ ამ ემოციების გადაღეჭვაში. ეს თქვენი ვალდებულება, კეთილი უნდა ინებოთ და ამაში დრო უნდა დახარჯოთ. ესმის რომ მუშაობთ, რა ვიცი, რაღაც სხვა საქმეები გაქვთ და ამ შემდეგ, მაგრამ ამას დიდი საქმე მეგონი მაინც არაფერი არ არის. და ამ როცა ამ გზას პროცესს გაივლიან მოზარდები, შემდგომ ყველაფერი დაიწყებს ნელ-ნელა დალაგებას. კიდევ ერთი ბევრს ბოზდის ეს შეცდომა იწყებს ყოფილი პარტნიორის ლანძღვაგინებას და რაღაცა ყველაფერს უც ამბობს მას. არაგვირთა შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ. მოთოგეთ საკუთარი ეგოიზმი. როცა შვილი კითხავთ თქვა ყოფილ პარტნიორზე რამეს, უთხარით რომ ის ძალიან კარგი ადამიანია, ის შენი დედა, ის შენი მამა, უბრალოდ ჩვენ ვერ ვართ ერთად. იმიტომ საკმარისია თქვენ თითქოს ცუდი უთხრათ პარტნიორს, ზოგი ამას აკეთებს და გონია რომ აი ეხა ნახეს შურს ვიძიებ ესე მეორე მხარეზე. სინამდვილეში შეიძლება მიიღოთ ის, რომ საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოთ ბავშვი მოზარდში, ან მასში სრული დისონანსი მოხდეს. ამიტომ ამის გაკეთება არ ღირს არაფრის დიდებით და იყავით ნაკლებად ეგოისტურები, იფიქრეთ უფრო პირველ რიგში თქვენ შვილებზე. და ბოლოს თუ მოხდა ისე რომ თქვათ პირობითად არც ერთმა თქვენმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, მოზარდს ემჩნევა რომ არის მძიმე მდგომარეობაში, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს და აუცილებლად დაიხმარეთ სპეციალისტი ამ პრობლემის გადაჭრაში, რომ მე რო შემდგომში ზრდასრულობაში მძიმე რაიმე შედეგები არ მივიღოთ ამ მოზარდთან მიმართებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და როგორც გითხარით, ამისი მიფუჩეჩება არაფრის დიდებით არ ღირს. ჩვენ ფასკუნჯი გურამ ეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა არის ასეთი ადგილი, გვაქვს ძალიან ბევრი კურსი, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურსი არის მშობლად ყოფნის ხელოვნება, სადაც მსგავს ასე ვთქვათ, გამოცდილებას მშობლებს გამოცდილი სპეციალისტები უზიარებენ ხოლმე, ბავშვთა ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქოთერაპევტები, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს კურსები და დაესწროთ.
თუ მოგწონთ ის კონტენტი, რასაც უყურებთ, გამოიწერეთ ეს არხი, ურჩიეთ სხვასაც და გელოდებით ფასკუნჯში.